აუცილებელ საკითხზე და მიმართო ასევე თქვენი გუნდის წევრებზეც. თქვენ წლების წინ 2013 წელს პროკურატურის მოთხოვნით მოხსენით გრიფით საიდუმლო განკარგულებაზე, რომლის მეშვეობითაც დიახაც ბრალი წაუყენეს გენერალ ჯანაშიას. სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, ჯანაშია იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და ბრალი წაუყენეს არაფრისთვის 11 წლიანი ასე ვთქვათ სასჯელი ემუქრება. ეხლა ეს ადამიანი ბატონი ჯანაშია გთხოვთ წლების განმავლობაში ძალიან მარტივ რაღაცას. მე რო წამოვედი სამსახურიდან მივიდა ჩემს მოგივათ სამსახურში ჩუბინიძე, კვლავ იყო პრეზიდენტი სააკაშვილი და ეხლა მოდით თქვენ პერიოდში გაცემულ განკარგულებებზე კი არა აქვს საუბარი. სააკაშვილი რო იყო პრეზიდენტი, მაგრამ ჩუბინიძე რო იყო ჩემს მოგივათ იმ განკარგულებებსაც მოხსენით გრიფით საიდუმლო, მაგრამ ამას არ აკეთებთ. ერთი საკითხის მიმართ ორი განსხვავებული მიდგომა გამოიჩინეთ და ძალიან ვთქვათ გუნდის წევრებს, ნაწილი თქვენგანი იურისტები არიან, როგორ ხსნით ამას? ხელს უწყობს პირდაპირ შერჩევითი მართლმსაჯულების ჩაბეტონებას ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ დამკვიდრებული უკვე ეს არის. ამ ადამიანს დიახაც როცა მოუხსნიან განკარგულება გრიფის საიდუმლოს იმ განკარგულებებზე, რომელსაც იგი ითხოვს, პროკურატურას ყოველდღე დაცვაში ჩაუვარდება, ან ბატონი ჩუბინიძე უნდა მიუჯინონ გვერდით ბატონ ჯანაშიას, რაც გამორიცხულია. თუ შეიძლება რომ დამიმატოთ. არც ბატონ ჯანაშია ჩაუდენიან დანაშაული და არც რა თქმა უნდა ჩუბინიძე იქნება ბრალდებული. მაგრამ რატო არ აკეთებთ ამას? აბსოლუტურად გაუგებარია. აბსოლუტურად გაუგებარია. თქვენ სადაც გაგრძელეთ რომ გავთ და ბევრ რაღაცას გასაგებია ვერ აკეთებთ, მაგრამ რაც კი შეგიძლიათ იმასაც არ აკეთებთ. კალამი უნდა აიღოთ ხელში და მოაწეროთ დოკუმენტს ხელი რითი მეშვეობითაც მოეხსნება დოკუმენტს გრიფით საიდუმლო. ამასაც არ აკეთებთ. მე მეგონა მართლა მოხვედით აზრზე, გაიგეთ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, გაიგეთ ვინ არის ქართული ოცნება და რა ვიხილეთ დღეს? არც ერთი სიტყვა სასამართლოზე, არც ერთი სიტყვა იმ სასამართლოზე, სადაც თავიდან ბოლომდე ყველა მოსამართლე არის დამონებული აღმასრულებელ ხელისუფლებას. დიახაც არ ჩვენი ხელისუფლების დროს 1:30 წუთით თუ დაასრულებინეთ. ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა იყო რა თქმა უნდა სასამართლო და არ იყო დამოუკიდებელი და ვინც ამას იტყვის, რა თქმა უნდა შეგიძლიათ ძალიან სწორად გააკრიტიკოთ, მაგრამ მოდი დავსვათ კითხვა და დავაკვირდეთ, სად არიან ის მოსამართლეები, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებდნენ უკანონო დავალებებს. დააწინაურეს ეს მოსამართლეები და რეალურად დღეს კლანურად მართავენ სასამართლოს. და ერთ სიტყვასაც არ ამბობთ, როდესაც ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან, რაც სტრასბურგს დაადასტურა. როდესაც დეკანოზი მამალაძე არსებობს ქვეყანაში, ერთ სიტყვასაც არ ამბობთ და არ საუბრობთ სასამართლო სისტემაზე თქვენს ანგარიში. დიახაც მე ვთქვი